სიახლე მომავალი მძღოლებისთვის მართვის მოწმობის აღება მარტივდება, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდებზე დასაშვების შეცდომების ლიმიტი იზრდება. თეორიის ჩაბარების დროს მოქალაქეს ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის იმ ნაწილს, რომელიც მანქანის რეალურ სივრცეში, ანუ ქალაქის ქუჩებში მართვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მომავალ მძღოლებს გარკვეული ხარვეზების გამოსწორების შანსები მიეცემათ. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ხსნის, თუმცა სიახლეს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოხდა. ადამიანები, რომლებიც საგამოცდო ტესტებისა და დავალებების გამარტივებას და ობიექტურ მიდგომას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევენ და საგამოცდო პროცესის სისტემურ გადახედვასთან ერთად გამომცდელების შეფასებების მონიტორინგს ითხოვენ. მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შევიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით გამოცდის მონაწილეებს 30 კითხვიან ტესტში სამის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვთ. შესაბამისად, თეორიული გამოცდის წარმატების შესაბარებლად 25 სწორი პასუხი საკმარისია. რაც შეეხება ქალაქის პრაქტიკულ გამოცდას, თუ მანამდე კანდიდატს მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის უფლება ჰქონდა, ახლა ეს ლიმიტი 15-მდე გაიზარდა. წარმატებით ჩავაბარე გამოცდა, უშეცდომოდ დაიწერა. ტესტი იყო 30 წუთიანი, მაქსიმუმ ახლა ინფორმირებული ვიყავი, იმიტომ რომ მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა და ეს შეიცვალა. უფრო თავისუფლად გავედეს, უფრო მობილიზებული ვიყავი და ვემზადები შემდეგი ეტაპებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების გამოცდის წესში ცვლილება შეიტანა და პროცესი გაამარტივა. B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვს. მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებს მნიშვნელოვან სიახლეს თავაზობს. კერძოდ პირველ ეტაპის ჩაბარების შემთხვევაში დღესვე აქვს საშუალება დაჯავშნოს მეორე ეტაპის ჯავშანი. აქამდე მას არ ეძლეოდა თვითონ საშუალება საიტის ან ვებგვერდის საშუალებით, ახლა ჩვენ თვითონ უზრუნველყოფთ მისთვის ადგილებს სპეციალურად. თეორიულ გამოცდაში ცვლილებები უკვე ძალაშია. პრაქტიკულ ნაწილში კი სიახლეები 15 ივნისიდან ამოქმედდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ სიახლეს აანონსებს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის პროცესს ეხება. კერძოდ, თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე რაიმე წესს არასწორად შეასრულებს, მაგალითად ღვეძს არ გაიკეთებს ან სარკეების გასწორება დაავიწყდება, გამომცდელი ამას მაშინვე შეცდომად არ ჩაუთვლის და ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრულ დროს მისცემს. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას. ცვლილებამდე არსებული წესით 12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას ნიშნავს. ახალი წესით კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება. მე-15 შეცდომა გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სიახლეს მართვის მოწმობის აღების პროცედურის გამარტივებით ხსნიან, მოქალაქეთა და ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ცვლილებების საგამოცდო პროცესში არსებულ რეალურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. პრობლემად კი ისინი გამომცდელების სუბიექტურ მიდგომას ასახელებენ. მაგალითად, მათი თქმით არის შემთხვევები, როცა გამომცდელი არ ითვალისწინებს გზაზე შესაბამისი მონიშნვის არარსებობას, ან კანდიდატის ერთი და იგივე მოქმედებას სხვადასხვა გამომცდელი განსხვავებულად აფასებს. ამ პრობლემებზე საუბრობს მიხეილ აბრამიშვილის სკოლის დამფუძნებელი. ის სიახლეებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ცვლილებების მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. აბრამიშვილის თქმით, მომდევნო ეტაპზე მთავარი აქცენტი შემფასებლებზე უნდა გაკეთდეს და შეიქმნას სისტემა, როცა გამომცდელები ორიენტირებულები იქნებიან არა კანდიდატის ჩაჭრაზე, არამედ მის ობიექტურ შეფასებაზე. აბრამიშვილის თქმით, მართალია შეფასებაში კომპიუტერული სისტემაც მონაწილეობს, მაგრამ ძირითადი ნაწილი გამომცდელების სუბიექტურ შეფასებაზე მოდის. ამასთან მისივე თქმით, გასაჩივრების სისტემა საკმაოდ ოპერატიულად მუშაობს და კანდიდატებს ურჩევს უკმაყოფილების შემთხვევაში ამ მეთოდს აუცილებლად მიმართონ. ამ შეფასებებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში უპასუხეს. გამომცდელი არ უნდა იყოს ორიენტირებული კანდიდატის ჩაჭრაზე. თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, რამდენი მსუბუქი შეცდომის უფლების დაშვების უფლებაც არ უნდა მიცე კანდიდატს, თუ გამომცდელი ორიენტირებულია კანდიდატის ჩაჭრაზე, მიზეზს ყოველთვის მოუძებნის. ჩვენ ვიცით, რომ გამოცდაზე ჩამოყალიბებული მძღოლები არ გადიან, ხო? მართვის მოწმობა უნდა აიღოს კანდიდატმა და შემდეგ დროთა განმავლობაში სიფრთხილის გამოყენებით პრაქტიკაში კიდევ უფრო დახვეწილი მძღოლები ხდებიან.
კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან კარგია ეს ცვლილები რო შევიდა, მაგრამ ეხლა სამუშაოა ძალიან ბევრი გამოცდილებზე. წინასწარ გამოცდილმა არ იცის რომელი კანდიდატი მოხდება მასთან და გამოძახების შემთხვევაში რამოდენიმე მარშრუტიდან რომელი კონკრეტული მარშრუტი ამოვა კონკრეტულ კანდიდატს. არსებობს შეცდომების ორი ტიპი: მსუბუქ შეცდომა და მძიმე შეცდომა. შესაბამისად, კონკრეტული კანდიდატის საგამოცდო შედეგი აისახება საგამოცდო ოკმში. რაც შეეხება ცვლილების გავლენას საგზაო უსაფრთხოებაზე, დარგის ექსპერტების ნაწილის შეფასებით, შესაძლოა მართვის მოწმობის აღების გამარტივებას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ, რომ მონიტორინგის პირობებში მსგავსი რისკი არ არსებობს. საქართველოში ბოლო წლებში გასაჭირებელი არის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები. სამწუხაროდ არის ტენდენცია კიდე გაუარესებისკენ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, რომ გავაიელოთ მართვის მოწმობის გამოცდები იგივე პრაქტიკული ან თეორიულ ნაწილში. შესაბამისი ექსპერტების მიერ შეფასებული არის აღნიშნული ცვლილებები. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული კონკრეტული ცვლილებები არ იწვევს სხვადასხვა საფრთხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის ტექნიკური პროცედურებიც გამარტივდა. კერძოდ, მათი განმარტებით დღეიდან შესაბამისი ალგორითმის საშუალებით მართვის მოწმობის აღების მსურველს შეუძლია ქალაქის გამოცდა მოედანზე გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთანავე ლოდინის გარეშე დაჯავშნოს.